რამდენად დაბალია კორუფციის აღქმის ინდექსი ქვეყანაში? 2014 წლის მონაცემებით საქართველო 175 ქვეყანას შორის 50-მეათე ადგილს იკავებს. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს კვლევაში ვკითხულობთ. ამ მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესო პოზიცია უკავია. ნამოქმედ და სახელმწიფო შესყიდვების ძალიან გამჭვირვალე ელექტრონული სისტემა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყო ასევე ვთქვათ სხვადასხვა ელექტრონული მონაცემთა ბაზების შექმნა, როგორც არის მაგალითად სამეწარმეო რეესტრი, ვთქვათ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული ბაზა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ხელისუფლების გამჭვირვალობის ზრდას და შესაბამისად კორუფციის პრევენციასაც ქვეყანაში. კვლევის მიხედვით საქართველოში კორუფციის დონე უფრო დაბალია ვიდრე ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, ბულგარეთი თუ ჩეხეთი. ანტიკორუფციულმა რეფორმებმა, რომლებიც 2004 წლიდან მიმდინარეობს საქართველოში, მართლაც გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგი. ის პროგრესი, რაც საქართველომ განიცადა ბოლო 10 წლის მანძილზე, მათ შორის ამ კვლევის თანახმადაც არის ძალიან თვალსაჩინო. პროგრესის მიუხედავად საქართველოში მსგავსი ბრალდებით იშვიათად, თუმცა საჯარო მოხელეთა დაკავება მაინც ხდება. ბოლო შემთხვევაში ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროს უკავშირდება. ბახვა სურმანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. დადგენილია, რომ ბრალდებულმა SSIP სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწამე სუბიექტს გაუწია დახმარება. კერძოდ მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვა მეწამე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 400 ლარი. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმ ნაკლოვანებებზე მოგვიყვნენ, რომლებიც ქვეყანაში კორუფციის რისკებს ცდის. არის გარკვეული ტიპის კატეგორია შესაძლებელი, თუმცა მთავრობა იძლევა თანხმობას, რომ ნებისმიერი მოცულობის თანხაზე გამოყენებული იყოს არაკონკურენტული შესყიდვის ფორმა, ანუ ყოველგვარი ჯიბრებითობის გამორიცხვით და აქ შეიძლება კონტრაქტები იყოს ათეულობით მილიონ ლარზე, მაშინ როცა რეალურად შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომ იყოს ჯიბრებითობა დაცული. იგივე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საიდუმლო შესყიდვებზე, როდესაც სახელმწიფოს დღემდე არ აქვს საიდუმლო შესყიდვების რეგულაცია და ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული შესყიდვა არის კორუფციის რისკზე. კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით და უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ გაეროს 2003 წლის კონვენცია, ეფექტიანი იმპლემენტაცია. კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და არასამთავრობო სექტორის შენიშვნებზე სასაუბროდ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდით, თუმცა მათგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.